გორში მოქმედ კლინიკა გორიმედს პროკურატურაში ჩივილით ემუქრებიან. სოფელ ხურვალეთში მცხოვრები კუპატაძეების ოჯახი გორმედის ქირურგს ნიაზაშვილს არასწორად ჩატარებულ ოპერაციაში ადანაშაულებს. 3 კვირის წინ თეონა კუპატაძეს აპენდიციტის ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გართულდა და ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. გორმედში აცხადებენ, რომ პაციენტს გართულებების საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ აღენიშნა და ოპერაცია ნორმალურად ჩატარდა. გაუკეთესება ნაწლავის ოპერაცია წმინდა წყალზე. ბავშვი იმის მერე ვერ არის კარგად ჩამოვიყვანეთ. ცუდად რო გახდა, რო გაგვიწერა მესამე დღეს ჩამოვიყვანეთ, ცუდად გახდა. ჩამოვიყვანეთ სასწრაფოთი მივიყვანეთ, 2 დღე იწვა მასთან ისევა, ნიაზაშვილთან. მაგრამ თქვა რომ აღარაფერი არ სჭირს, საჩვენო და წაიყვანეთ თუ გამოწერა დავსვით ბავშვი კალიდორში გამწარებული, ბავშვი ყიდის ყუდები მიშველეთო. მაინც ყურადღება აღარ მოგვაქცია, საჩვენო აღარაფერი შეცამოს და წაიყვანეთო. ბავშვი ვერ თხილებს ხმარობს, ვერ თხილებს და არც ხმარ აქვს. აუცილებლად მოხდოს ვაძლევთ 3 საათს ვადას. და ყველა ხარჯი ანაზღაუროს იმან. ბავშვს მოხდოს თუ არა და მივიდივართ პროკურატურაში საჩევრიერად. არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს საავადმყოფოში გაკეთებულ ოპერაციასთან. კიდევ გიმეორებთ, გაკეთდა ოპერაცია წვავე აპენდიციტის დიაგნოზით. ოპერაციის შემდგომ არანაირი თვით ოპერაციის გართულებას ადგილი არ ქონია. ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა ოპერაციის შემდგომი. ამავდროულად ჩატარებულია ჰისტოლოგიური კვლევა ამოკვეთილი პრეპარატის და ჰისტოლოგიური კვლევის შედეგადაც დადასტურებულია ჩვენს მიერ დასმული დიაგნოზი.